საპატრიარქოს სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდი და მისი ხელმძღვანელი ნონა მახათაძე შემოგვიერთდნენ. გუნდი თავისი რეპერტუარით გაგულამაზებს სტილის განწყობას და ასევე ვისაუბრებთ საღამოზე, რომელიც ყაზბეგში გაიმართა და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. დილამშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. სანამ საუბარს დავიწყებთ, მანამდე გითხარით თუ რას შეგვისრულებენ, დავიწყოთ მუსიკალური ნომრით, ასე ვთქვათ და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. შეგისრულებთ ბატონების ნანას მეგრულ ენაზე ია ბატონები. სიამოვნებით გისმენთ. ურმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ნუნა, თავდაპირველად სანამ უშუალოდ იმ საღამოზე ვისაუბრებდეთ, რომელიც მის უწმინდესობას მიეძღვნა, მანამდე მინდა ორი სიტყვით კითხოთ თავად გუნდის შესახებ, როდის შეიქმნა, არც თუ ისე დიდი ხანია, მაგრამ უკვე მოახერხეთ ის, რომ ორი ღონისძიება, ორი კონცერტი ჩავატარეთ, გამართეთ. სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდი ნამდვილად ახალბედა გუნდია. ჩვენ ზუსტად 3 თვის წინ ქონდა პირველი გაკვეთილი, მაგრამ ბევრი შრომის შედეგად, გოგონების მხრიდან ამ საქმის სიყვარულის და ერთგულების შედეგად ჩვენ უკვე 2 სოლო კონცერტი ჩავატარეთ. მოგეხსენებათ, ეპარქიებში ტარდება უწმინდესის ხსოვნისადმი მისმილი ღონისძიებები, ასევე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელთან დაკავშირებით ღონისძიებები. ამ ტიპის ღონისძიებაში მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა. პირველი ქონდა სენაკში 1 თვის წინ და შაბათს უკვე ქონდა ყაზბეგში. ასევე გოგონებმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა ლაზურ კონცერტში, სადაც შევასრულეთ ლაზურ ენაზე ქრისტე აღდგა. ყაზბეგის კონცერტისთვის ჩვენ განსაკუთრებულად მოვემზადეთ, რადგან უწმინდესის მშობლიური მხარეა, დავამატეთ რეპერტუარში მოხეული სიმღერები, ძალიან ემოციური საღამო გამოვიდა. როგორც ჩვენთვის, ჩვენ პირველად ვესტუმრეთ ხევს უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ და ასევე მაყურებელი ძალიან ემოციურად შეხვდა ამ კონცერტს. ზოგადად რეპერტუარს რაც შეეხება, როგორი არის თქვენი რეპერტუარი? ჩვენი რეპერტუარი, ვცდილობთ, რომ ყველა კუთხის ქართული ფოლკლორი გვაძლევს ამის საშუალებას, ამის ფუფუნებას, მრავალფეროვნების. ყველა კუთხის სიმღერები შევიტანოთ რეპერტუარში, რადგან ახლა ჩვენ 3 თვის ვართ მხოლოდ ჯერჯერობით. გვაქვს რეპერტუარი, მაგრამ გავაფართოვებთ და ყველა კუთხის სიმღერებს შევიტანთ, ასევე ქალაქურებსაც. აღნიშნეთ შეხვედრა როგორი იყო მაყურებლის მხრიდან, მსმენელის მხრიდან და დამოკიდებულება. გაახსენდა უწმინდესის ის დრო, როდესაც ჩვენ ჩავდიოდით ხევში, უწმინდესი სტუმრობდა ხევს, განსაკუთრებულად ვემზადებოდით მაშინაც მოხეურ სიმღერებს სწავლობდით ლია სალაყაიას ხელმძღვანელობით. და სწორედ ის სიმღერები ავარჩიე, რასაც მაშინ უწმინდესი გთხოვდა, რომ გვემღერა. როგორი იყო თავად დამოკიდებულება გოგონების მხრიდან მუშაობის პროცესში, როდესაც ამ სიმღერებზე მუშაობდით? აი ზუსტად იმის შედეგია, აი დიდი სიყვარულის აი ამ საქმის მიმართ გოგონების მხრიდან ერთგულების, რომ ჩვენ გავბედეთ და 2 სოლო კონცერტი აი უმოკლეს დროში
გამოგვივი და ვიტყვი. დიახ, რაც შეეხება სიმღერებს, რომლებზეც თქვენ მუშაობთ, არის თუ არა დააპირებთ თუ არა საომავლოდ რეპერტუარში შეიტანოთ ისეთ სიმღერები, რომლებიც თქვათ შეიძლება მივიწყებული იყოს, ამჯერ არ გაჟღერებულა და ეს არქივო მასალასთან რამდენად მუშაობთ? კი, სამომავლო გეგმებში არის სწორედ მასეთი სიმღერები, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტული არის ქართული ტრადიციული გალობის შესწავლა. და გვინდა რომ საქართველოს სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში გავაჟღეროთ ეს ჩვენი ულამაზესი საგალობლები. ეს არის ჩვენი მიზანი. დიახ. თავად გოგონებიც არა მხოლოდ ამ გუნდით არიან დაკავებულები, არამედ ტაძრებშიც გალობენ. გოგონები ნაწილი, დიახ, ჩვენ დღეს მცირე ნაწილი ვართ წარმოდგენილი, 40-ნი ვართ ჯგუფში. მცირე ნაწილი გალობს, მაგრამ ზოგი მუსიკალური განათლება თითქმის ყველას აქვს, იმიტომაც მოხდა რომ ჩვენ ესეთი კონცერტები ჩავატარეთ, ყველას აქვს მონაცემი, ყველა დაკავებულია სხვადასხვა ანსამბლებში. დიახ. ამიტომაც ესე ლამაზად გამოგვივიდა აზბეგის კონცერტით და სამეგრელოს კონცერტიც. ნუ ნახსენით რომ არასრული შემადგენლობით ხართ, წარმოდგენილი 40-ნი ხართ, ღმერთმა გამრავლოთ. რაც შეეხება მიღებას, თუ არის შესაძლებელი, თუ გაქვთ მიღება, იმიტომ რომ სურვილები შეიძლება დაინტერესდნენ ახლა მაყურებლები, ვინც გვადევნებდნენ თვალყურს და როდიდან არის შესაძლებელი რომ შემოუერთდნენ თქვენს არაჩვეულებრივ გუნდს? ჩვენს სკოლაში მიღება ხდება სექტემბრიდან, უკვე ახალი სასწავლო წელი დაიწყება სექტემბერში. კონკრეტულ გუნდს რაც შეეხება, აქ აუცილებელი მოთხოვნა მუსიკალური განათლება. და ისე ყველას ვიღებთ, რა თქმა უნდა, 5 წლის ასაკიდან და არა მხოლოდ გალობა და ხალხური სიმღერა ისწავლება ჩვენთან სკოლაში. გვაქვს საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგები, მათ შორის ხატწერა, ხეზეჭრა, მედავითნეობა, კალიგრაფია, მოზაიკა, ორნამენტი და რო არ გამორჩეს რომელიმე საგანი, მსურველებს შეუძლიათ ცხრილს გაესწრონ უკვე სექტემბერში სამრევლო სკოლაში და ყველას ველოდებით ჩვენთან სწავლა არის უფასო. ჩვენი პატრიარქის დამსახურებით. ნონა, რას შეგვისრულებენ გადაცემის დასასრულს და რომ მაყურებელს დავუტოვოთ არაჩვეულებრივი შესრულებით კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი. თემატურად შევასრულებთ მოხეურ სიმღერას და მოხეურებიდან ავარჩიეთ ყველაზე მეტად უწმინდეს რაც უყვარდა, რასაც გთხოვდა, ეს არის მოხეური იამნანა.